მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან მოქალაქეები პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. აქციაზე გამოფენილია ბანერი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ასე ვხედავთ, რომ გამოფენილია საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები. გრძელდება ეს პროევროპული პროტესტი, მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას, მაშინ როცა ქვეყანაში ჩანს პირდაპირ დიქტატურის დამყარების საფრთხე და მაშინ როცა ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. მოდი გავისაუბროთ პირველ რიგში ზვიად ცეცხლაძის დედა სტუდენტის, რომელიც ბათუმის საპროტესტო პროევროპულ საპროტესტო აქციაზე ეხლა. საღამომშვიდობის მინდა გაგისაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თქვენი შეფასება გაგვიზიარეთ იგივე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან პოზიტიურ განცხადებაზე საქართველოსთან დაკავშირებით და ამაზე ძალიან უკმეხი პასუხი რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, ხო? ქართული ოცნების პრემიერისგან. ეს რას ნიშნავდა თქვენთვის? მე აგენტსგან არაფერი არ მიგვის, არანაკლებ მარტო ირაკლი კობახიძე არა, პაპუაშვილმაც არანაკლები განცხადებები გააკეთა. ესენი არიან სრულად მომსვლელი. კუთხეში არიან მიწვრეული და სხვა გზა არც. ძალიანაც რომ უნდოდა, მაგენი ჩიხიდან ვეღარ გამოვიდნენ. ანუ რეალურად არ სურთ მათ ურთიერთობის დაალაგება, თქვენ იგივე ტრამპის ადმინისტრაციას, რა თქვენ ესე ხედავთ? თვითონ მისხავს ატყუებენ რომ ვალაგებთ, მაგრამ სამხრივად უნდა ვალაგებ, უბრალოდ თქვენ დათვეთ, თორა ჩვენ კი არაო. სამხრივი დაალაგება. მაგრამ ხო იციან რომ ასე არ გამოვა ურთიერთობის დაალაგება, ხო? გამორიცხულია. მაგრამ მარტო ამ საკუთარ აუდიტორიაზე მუშაობენ, ან ქართული ოცნების მხარდამჭერებზე, მარტო მათთან აქვს გზავნილები. მარტო მის იმას და იმასაც კარგავენ საბედნიეროდ. ჩვენ სასარგებლოდ იზრდება ხალხის აზრი. დიდხანს რა თქმა უნდა ვერ იარსებებენ, აი დიდმა ფურმა და ძალოვნებმა გააჩერეს აქამდე, თორემ ძალოვნებშიც როგორ არ აღმოჩნდა ისეთი რამოდენიმე კაცი, რომ საჯარო თქვა, რომ ჩემი ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იძინა და კობახიძე და პაპუაშვილი, რამოდენიმე კაცი. თავად ზვიადი როგორ არის თქვენი შვილი, ზვიად ცეცხლაძე სტუდენტი, რომელიც უკანონო პატიმრობაშია. მერამდე თვეა უკვე ზვიადი რჩება პატიმრობაში. წელიწადი და წელიწად ნახევარია და ერთი წელი და დარჩა ზვიადს. ერთი წელი დარჩა. თუ შეხვდით მას და ასე რა არის მისი გზავნილები რო გაგვიზიაროთ? ზვიადის გზავნილები არის ბრძოლა ბოლომდე. სწავლა ჩვენ სწავლით უნდა ვაჯობოთ, რომ მისი დასვენითი სიტყვარი აგერე მე-6 ნომერი რეფერატი დაწერა ნათლობის საიდუმლო. გამოსცა რო კითხო ურწმუნოები არიან, მაგრამ ფედამორწმუნე და ყველა ღირსეული პიროვნება. ეს ასევე არის გაზეთი, რომელიც არის ციხიდან გამოგზავნილი. მადლობა. ციხიდან დასვენითი სიტყვა და მერაბ კოსტავას 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის და მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ეს წერილები ასევე მოამზადდა ზვიადმა, ხო? მოამზადდა და გარეთ გაუკეთეს აღდგენა რამოდენიმე ადამიანი ეხმარება ზვიადს ამაში და ამ ციხესაც გადმოგცემს საჩუქრად. დიდი მადლობა თქვენ. თუ ესაუბრეთ ასევე ბოლოს ზვიადს და რა გითხრათ თქვა? ზვიადი ეს მთავრობა როგორი არის? წასვლას ერთხელ საერთოდ არ ფიქრობდა, თუ ჭკუა და ყოფილო უნდა დათმოდა წავიდნენ, მაგრამ რამდენად მისაღები ამართვეს ვიცი რომ არ არის მისაღები და არ იზამენ. იმდენზე მივა საქმე რომ ხალხი ისე აჯანყდება რომ თვითონ ხალხი შეჯამს აგენტს და არ უნდა მიიყვანონ აქამდე ხალხი ერთ დღესაც ვეღარ გაუძლებს ამ წინებს. იმისი მაყურებელიცო უკვე შეეხო ხო ეს არც ბულვარის ყველა მფლობელი ვინც იყო მათი მხარდამჭერი იყო და არ ამგონია არ გულისხმობთ ადამიანებს რომლებიც მუშაობდნენ ბულვარში იგივე კვადროციკლებზე ვთქვათ ხო მოპედებზე ასევე სუვენირებით ვაჭრობდნენ და ბევრი მათგანი აღნიშნავდა ღიად ვინც აქ გამოვიდა რომ იყო ქართული ოცნების მხარდამჭერები ხო ყველა აღნიშნავდა აი თუნდაც გულშენის მშობლები
და ისეთი შერწმენილები იყვნენ, ჩვენ ხომ მათი მხარდამჭერი ვიყავითო და ვითომ ნაცები ვართ 1000 რაღაცას გვაბრალებენო და უთხრა აგენისგან ყველაფერი ამოსალოდნენ ღმერთს მადლობა რომ მიხვდით რა არის ეს ყობახიძე და ფაქტიურად არჩევნები ჩაუტარეს ხელმოწერებით და მაგითო დაიხია ყობახიძემ უკან 2000 გადასახელ 2 მილიონს გადაცდა და დაშობოდნენ. სამ დღეში სრულად მოულოდნელად მოქალაქემა შეაგროვეს 2 მილიონი, ხო? რაც ამ ღარიბ ქვეყანაში და ღარიბ ქვეყანაში და ეს იყო ერთგვარი პროტესტიც მოქალაქეების მხრიდან, სწორედ უმოქმედობაზე და განცხადებებზე, რასაც ვისმენთ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან დიუშენთან დაკავშირებით, ხო? გონი პოლიციელები წავდნენ თან. ამან აიძულა თქვენ ფიქრობთ ამ პროტესტმა და სოლიდარობამ ქართული ოცნებამ დაეხია უკან. და უკვე კიდე რას გადრულობდნენ? ონლაინ ხელწერა რო იყო, ხო იწერებოდა რამდენმა მოაწერა. ჰაკერი შედიოდა და ხმებს ხსნიდა. იძულებული გახდა ხალხი რომ მე ფურცელით დაედასტურებიათ რომ ბევრი მხარდამჭერი. და ამიტომ დაიხია ყობახიძემ განხორე. ყობახიძე პანა მიხვდა რომ სხვა გზა აღარ დარჩა. მადლობა, ეს ნარგიზ დავითაძე იყო, ზვიად ცეცხლაძის სტუდენტის პოლიტიკური პარტნიორის დედა, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი სხვა მოქალაქეებს მოვუსმინოთ, დარიკო ჩიტაძე, თქვენ ხართ გზავნილით რუსეთი ოკუპანტია. ხო, ჩვენ ახლა ლაპარაკობდით საერთაშორის დიუშენით დაავადებული ბავშვების შესახებ, მოუწია ოცნებას უკან დახევაო, ნაბუდო ნარგიზი გვიყვებოდა ნარგიზ დავითაძე და მიხვდა ყობახიძე რომ სხვა გზა მას არ დარჩაო. თქვენთვის რა აჩვენა ამ შემთხვევამ, ხო, როცა რამდენიმე დღეში უცებ მოხერხდა 2 მილიონის მობილიზება ამ ღარიბ ქვეყანაში, როცა მოქალაქეებმა ამ გზით ერთგვარად გააპროტესტეს, ხო, ქართული ოცნების მოქმედება, როცა მათ უარი თქვეს რომ დაეფინანსებინათ წამალი ბავშვებისთვის და მერკველი პროტესტის ძალიან ეს მასშტაბურად გამოხატვის შემდეგ მოუწია ქართული ოცნებას რომ დაეხია უკან. რას აჩვენებს თქვენთვის ეს ამბავი? პირველში ვიტყვი იმას, რომ აი ეს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის აი როგორ უნდა თქვა, გინდა ყობახიძე პრემიერ-მინისტრად მუშაობ, თუ ჯანდაცვის მინისტრი ხარ და აი როგორ უნდა თქვა, ხალხის ფულს ვერ გავხარჯავთ, ხალხს დავკითხავთ. აი ზუსტად ამის პასუხი იყო ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი რომ გამოვიდა და თქვა ხალხის ფულს ასე განუკითხავთ, ხელს ვერ ვახლებთ, ზუსტად ასე თქვა. და აი ეგ იყო, აი იმის პასუხი იყო ზუსტად ის, რომ შეგროვდა ამდენი ხალხი ხალხმა 1 ლარი ჩარიცხა, 55 თეთრი ჩარიცხა, ლარი და 35 თეთრი ჩარიცხა, რაც ჰქონდა თანგაში, რის საშუალებაც ჰქონდა. ამას მარტო ოპოზიციური ეს იყო როგორც სოლიდარობა, ასევე იყო პროტესტი, ხო? ქართული ოცნების უმოქმედობის წინააღმდეგ. ეს იყო სოლიდარობაც, პროტესტიც. ამას მარტო დარწმუნებული ვარ, მარტო ოპოზიციური მოსახლეობა ვერ შეაგროვდა. რა თქმა უნდა, მისი მხარდამჭერებიც იყვნენ. ოცნების მხარდამჭერებიც იყვნენ, დარწმუნებული ვარ, ვინც დაეხმარა დიუშენის ხალხს. ეს ჩემთვის იმის ნიშანია, სადღაც მაქვს რაღაც იმედი, აი ამით მიჩნდება, რომ აი ის ხალხი წხვდება, აი რადონის ფსკერზე მიდის უკვე ეს ხელისუფლება. რადონის ფსკერზე მიდის, რომ ავადმყოფობაზე ამბობ ამას და არ აღიარებ მის ავადმყოფობას, მის სიზუსტე არის, უფრო ძლიერები გამოდგნენ ეს ბავშვები უფრო ძლიერი გამოდგნენ, ვიდრე პრემიერ-მინისტრად და ჯანმრთელობის მინისტრად მომუშავე ადამიანები. და რომ დაიხიოს უკან კიდევ უფრო მეტად ქართულმა ოცნებამ, მან უარი თქვეს ამ რეპრესიულ კანონებზე, რუსულ კანონებზე, უარი თქვეს იმაზე, რომ მას ჩაკეტილი აქვს გზა საქართველოსთვის, ხო, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ, ევროპისკენ, ეს გზა არის ჩაკეტილი, სწორედ ამის გამო გრძელდება ეს აქციები 500 დღეზე მეტი ხანია. რა არის ამისთვის საჭირო, თქვენ როგორ ხედავთ? ხო, 26 მაისს კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებამ თავისი ასე ვთქვათ ძალაც და თავისი პოზიციაც, თუ რას უჭერს ის მხარს. ეხლა უცივნისაა და ეგმელი შემდეგი აქცია. თუმცა ეს როგორც ჩანს არ არის ჯერჯერობით საკმარისი იმისთვის, რომ უკან დაიხიოს ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა. რა არის საჭირო ამისთვის, თქვენ როგორ ხედავთ, როგორც ერთი მოქალაქე? აი თუნდაც აი ჩემთვის პირადად როგორც ერთი მოქალაქისთვის, ჩემთვის საკმარისი არ არის, თუნდაც ის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ჩემთვის საკმარისი არ არის. ჩემთვის აი უდიდესი მიღწევა იქნება იმასთან ერთად თუ ჩანიშნავს ახალ საპარლამენტო. ნუ ესეც არ უცვლელი მოთხოვნაა, ხო? ხალხთა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ გარემოში. რა თქმა უნდა, ჩემი მოთხოვნა პირველ რიგში არის დემოკრატიული ნამდვილი არჩევნების ჩატარება. ამა იმან რაც უნდა პოლიტპატიმრები გამოუშვას, ამით სახელმწიფოს ვერ ეშველება, თუ არ იქნება ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები.
ჩვენ ნამდვილად არ გვეშველება და ჩვენ რაღაცნაირად უნდა მივაღწიოთ დემოკრატიულ არჩევნებს. აი მე არ ვიცი ამის რეცეპტი არ მაქვს რაირად მოხერხდება, მაგრამ ეს ხო პოლიტიკოსების საქმეა, როგორანაირად უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის არის თქვენ თუ გაქვთ რა მოთხოვნა თქვენ პოლიტიკოსებთან, ოპოზიციასთან, რას უნდა აკეთებდეს ოპოზიცია ამისთვის? ამისთვის ოპოზიცია როგორ თქვა ახლა? რომელიც ხშირად ერთმანეთს აკრიტიკებს და ერთმანეთს დაანჯობს. როგორც ასეთი ნორმალური ამბავია, სადაც საღიაზრია და ერთმანეთის კრიტიკა ნორმალურია. ოღონდ ისე არ უნდა აკრიტიკო და ისე არ უნდა დაესხა თავს შენს თანამებრძოლს, რომ აი ერთად ყოფნა მე შეუძლებელი იყოს და იმედი ამ დონეზე არ მივა მათი კინკლაობა, რომ ერთად ყოფნა ვეღარ შეძლო და იმედი ეს ერთიანობა რაც არის ალიანსის შენარჩუნდება და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. მე ასე მინდა. მადლობა, ეს დარიკო ჩიტაძე იყო. ამას უსმენთ თქვენ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი ნინო კაკულიას მოусმენ ასევე საღამომშვიდობისა. თქვენ რას ფიქრობთ აი ამ პოზიციაზე, რაც აქ გამოავლინა ახლა ქართულმა ოცნებამ ამერიკასთან დაკავშირებით, ხო? ის აქამდე ეუბნებოდა თავის ამორჩეულს ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენ ვალაგებთ რაღაც ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციას და ყველაფერი არის წინა ადმინისტრაციის ან ბაიდენის ადმინისტრაციის ბრალი, რომ გაუფუჭდა საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებთან და ახლა დავალაგებთ ტრამპთან და როგორც კი გაუჩნდა ამის შესაძლებლობა ქართულ ოცნებას, როგორც კი რაღაც პოზიტიური რამ თქვა მარკო რუბიომ, სახელმწიფო მდივარმა, ძალიან უკმეხი პასუხი შეიძლება ითქვას, ხო? მინიმუმ გასცა ირაკლი კობახიძე. და თან თქულში დაადანაშაულა, არასდროს არ დაგუსვემ შეკითხვა რა არის საჭირო ამ ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის, ხო? ეგ რას ნიშნავს თქვენთვის? ну პირველ რიგში იმას ვიტყვი დღეს რატომღაც ამოტივტივდა ჩემგონებაში სიტყვა კაგისტოკრატია და უარყოფითი შერჩევის საფუძველზე შექმნილი ეგრეთ წოდებული მთავრობა რომლის შემადგენლობაში შედიან ძალიან დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები ნეპოტიზმის საფუძველზე ბიძაშვილი მამიდაშვილის და ასე შემდეგ ნაცნობობის თამის საფუძველზე დასაქმებული და ეს ყველა სფეროში ასეთი სიტუაცია სამწუხაროდ რაც შეეხება ურთიერთობის დალაგებაზე მე არ მჯერა რომ სერიოზულად შეიძლება უყურებდეს ამერიკის მთავრობა ამ ადამიანებს ამ ყველაფრის შემდეგ და დღეს მოусმინე მართალია ძალიანობით ყურადღებით მოსასმენად პროვერ მაგრამ იყო ერთ-ერთი ემიგრანტის პოსტი ევროპიდან რომელმაც თქვა რომ მზადდება მასშტაბური დეპორტაცია ევროპიდან ქართველების საქართველოს ქალაქების რაც ეცდება საიმისოდ რომ ქართველებმა იგრძნონ რა მდგომარეობაში ჩართულობენ ანუ ევროპა კიდე ასეთი ხერხით შანსს გვაძლევს ჩვენ ქართველებს რომ გონს მოვედოთ მოქალაქეებმა დაიცვა ან რეალურად არ სურს ქართულ ოცნებას რომ დაალაგოს ეს ურთიერთობა ევროპასთან ან ამერიკასთან პარტიაში გაიმე ის პოტენციალს რომ ინმესთან გარდა რუსეთისა დაალაგონ ურთიერთობა გამოავლინეს ყველაფერი რომ არიან ძალიანად დამოკიდებული კი არა და ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს მაგრამ გუშინდელმა არჩევნებმა სომხეთში და ფაშინიანის პარტიის მოგებამ გამარჯვება მოხდა რაღაც იმედები რომ რუსეთი კარგავს რეგიონში თავის პოზიციებს შეეგუება თქვენი აზრით რუსეთი სამხრეთ კავკასიის დაკარგვას შეეგუება მაგრამ მომწევს შეეგუება რადგან უკრაინაში ხედავთ რომ უკვე სერიოზულად დასუსტდა რუსეთის პოზიციები ეს იმას არ ნიშნავს რომ უკრაინას არ აქვს დანაკარგი სამწუხაროდ მე იქიდანაც ინფორმაცია და ძალიან სრული მდგომარეობა არის აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკის ოლქში იქიდან არის დედაჩემი და პირდაპირ იქიდან ინფორმაცია სამწუხაროდ ძალიან ცუდი მდგომარეობა და თუ უკრაინელები უტევენ რაღაც სტრატეგიულ ობიექტებს
და ანადგურებენ რუსეთი ანადგურებს სამშობიარო სახლებს, საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს და ასე შემდეგ. პირდაპირ დახოცოს ადამიანები და იყოს მსხვერპლი ადამიანური ფსიქოლოგიურად მეხი მოახდინოს შიში დათესოს, მაგრამ აი 5 წელი აქამდე არ შეშინდნენ და უფრო ძლიერები გახდნენ და ან მოუწევს უკან დახევა რუსეთს თქვენ ასე ხედავ უკვე მჯერა უკვე ადრე თუ მქონდა რაღაცა შიში არ ვიყავი დაწინებული დროისაც და ისევ თუ ვისაუბრეთ იმაზე ქართული ოცნება რაღაცა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანასთან დაალაგებს ურთიერთობას მე ამის არ ჯერა არ აქვს ამის პოტენციალი და ამის შესაბამისი განათლების და გამოცდილების მქონე ადამიანებია. მადლობა, ეს ნიკაკულია იყო თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე უსმენთ მოქალაქეების, საკმოსული მოქალაქეების პოზიციების ბოლო პოლიტიკურ ამთან დაკავშირებით. მე დავით რობაქიძეს მოусმენთ ასევე. საგუშინებელია ბატონი დავით. თქვენ მინდა გითხოთ სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე რა გამოიჩნდა ამ არჩევნების შედეგები თქვენთვის და უშვებთ თუ არა იმას რომ ეგუება პრაქტიკულად რუსეთი და შემოუწევს მას იმასთან შეგუება რომ მას ზურგი შეაქციეს სამხრეთ კავკასიაში. ექსპერტების ნაწილი ასე ვფიქრობს რომ შეიძლება მას ზურგი შეაქცია თქვათ და მისი ორბიტიდან გავიდა სომხეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ მას აქვს გავლენის სფერო საქართველოში. საქართველოს გარეშე ვერ იქნება სამხრეთ კავკასია როგორც რაღაც ალკე გეოპოლიტიკური მოთამაშე და საქართველოს დარჩება, ანუ ეს პერსპექტივა სამწუხაროდ შეიძლება ელოდებოდეს საქართველოს რომ მან შეიძლება ვერ დააღწიოს თავი რუსეთს. თქვენ რას ფიქრობთ? პირველ რიგში მოგესალმებით საღამომშვიდობისა, მოგესალმებით თქვენს მაყურებელსაც და მკითხველსაც. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, სომხეთმა გააკეთა არჩევანი. სწორი არჩევანია თუ არასწორი არჩევანია, ამას რამოდენიმე თვეში გამოჩნდება, მაგრამ მოხდა ის, რაც საქართველოსთვის და ქართველი მოსახლეობისთვის არის წინაპირობა იმისა, რომ მეტი აქტიურობით და მეტი ხელისუფლების მიმართ დაპირისპირებით, პოლიტიკური დაპირისპირება მხედველობაში განსაზღვროს საქართველოს მომავალი ბედი. ან რატომ შეიძლება იყოს მოქალაქეების აქტიურობა ასე მნიშვნელოვანი? ჩვენ ვართ იმ გეოპოლიტიკურ გზასაყარზე, სადაც ჩვენს გარეშე თითქმის არაფერი არ ხდება და არც მოხდება. ეს ღმერთით ბოძებული ეს მიწა. აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა განვითარდეს სომხეთ, ევროკავშირის, აზერბაიჯან, ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოს გარშე გამორიცხულია და სხვათა შორის სომხეთის პრეზიდენტმა დღეს გააკეთა თვარწები ქართულ პრესასთან განცხადება, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად ჩვენ და საქართველო ერთად გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ. მაშინ ეს გულისხმობ. სომხეთი კი ნამდვილად ესე თქვა, ხო. შეიძლება ვარ დაინტერესებულიო საქართველოს ამერიკის და საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ისტორიაში ყოველთვის გადამწყვეტ მომენტში, კარგი იყო თუ ცუდი იყო, ახლა მაგას აღარ მოვყვებით. სომხები და სომხეთის სახელმწიფოც და სომხებიც, როგორც ადგილობრივი ისეიკაური დიდ როლს თამაშობდნენ. გამომდინარე აქედან მე ვთვლი და ვფიქრობ, რომ თუ ღმერთის ნება იქნა და ასე ყველაფერი წავიდა, როგორც ახლა მიდის, ხო? ფაქტურად კავკასია მოაშორეს რუსეთს. უმკივნეულოდ და მე წეხარ მომბობდი და დღესაც გავიმეორებ, მაგრამ მას აქვს გავლენა საქართველოზე. გავლენა ისევ კავკასიაზე, არ დაგავიწყოთ რომ მას ბაზა აქვს სომხეთში და მას ბაზა არ აქვს საქართველოში, მაგრამ ტერიტორია აქვს საქართველოს ოკუპირებული. გამომდინარე აქედან თუ მოხდება ამ სამი სახელმწიფოს დაახლოება ევროპასთან, უпростоოდ ორი სახელმწიფოს, აზერბაიჯანი, სომხეთის ავტომატურად საქართველოს თანამონაწილე იქნება ამ ყველაფერს და მე დიდი მეც ვიტოვებ იმისა, რომ და არა მარტო მე, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის იმპულსი განმუხტული მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ გააკეთოს ხვალ სწორი არჩევანი. ეს სწორი არჩევანი ევროპაა. დამიჯერეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გადადგამს და
ითქვის ან მოქალაქეების აქტიურობაზე არის ახლა ბევრი რამ დამოკიდებული, ან პროტესტის დემონსტრირებაზე, რომ ეს პროტესტი ჩანდეს მასობრივად, რომ მიიქციოს ამ შემთხვევაში ამ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეების, მათ შორის ამერიკის და ევროპის ამის გარეშე ჩვენ მაინც არ დაგვწოვებენ თამაშგარე მდგომარეობაში. მოდი რა პირდაპირ რა. ჩვენ ვერცერთ ვარიანტში ეს მეორდება თითქმის როგორც არის ბევრი პრეცედენტები ისტორიის გამეორების, ხო? ისტორიული ფაქტების გამეორების. მეორდება პრიბალტიკის ქვეყნების ევროკავშირთან მიერთების პროცესი. მე ასე ვფიქრობ, ჩემი გადმოსახედა. ნუ შეიძლება ვწდები, მაგრამ აი რაც მაშინ ხდებოდა, უბრალოდ მაშინ ამდენი ინტერნეტი არ იყო და სოციალები არ იყო და ეხლა უკვე ინფორმაციის კრიზისი არ არის. რაც მაშინ ხდებოდა, იგი ხდება ანალოგიურად. აი სამივე კავკასიური რესპუბლიკა ფაქტიურად მოწყვიტეს რუსეთის ორბიტას. და რამდენად შეეგუება ამას რუსეთი, ეს მეორე მომენტია, მაგრამ აზერბაიჯანის სომხეთი რომ მოწყვეტილია ამ ორბიტას, ეს უკვე ფაქტია. საქართველოს ნაწილობრივაა მოწყვეტილი, მაგრამ წყალწაკიდებულიო ხავს ეკიდებოდაო, ხო გაიგონიათ ქართული ანდაზა. ასე ხავს ეკიდება დღეს ჩვენი ხელისუფლება. ეგრეთ წოდებული ჭყალებში ხელისუფლება და იმედია რომ მაგენც ძალიან მალე მოვლიან ჭკუაზე და გადადგამენ ნაბიჯ რაც უნდა გადადგამენ. კარგით, მადლობა. ეს დავით რობაქიძე იყო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მაინც ოპტიმისტურად უყურებ ყველაფერს. მაინც ოპტიმისტურია ყოველთვის. რომ ამ ორ თვეში გამოიკვეთება უკვე გლობალურად სომხეთის საგარეო პოლიტიკა და ანალოგიურად მიებება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. მადლობა. და ამაში დიდ როლს ხათაშორის საქართველოს მოსახლეობა ითამაშა. ასეთია დავით რობაქიძის მოლოდინები და მისი შეფასებები, მათ შორის სომხეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც არჩევნები ფაშინიანმა მოიგო, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ესეთი ღირებულებითი არჩევნები იყო სომხეთში, დასავლეთი, ანუ ევროპა თუ რუსეთი, იმიტომ განარჩენი პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ, იყვნენ გამოხატულად პროევროპული პოლიტიკური ძალები. თქვენ იცით, რომ 61 მანდატი მოიპოვა ფაშინიანის პარტიამ სომხეთის პარლამენტში, სადაც 105 ადგილია. და უკვე ფაშინიანის პარტია შეუძლია მარტივად დააკომპლექტოს, ჩამოაყალიბოს სრულად სომხეთის მთავრობა. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, ასეთ იყო პროევროპული საპროტესტო აქციაზე დღეს მოსული მოქალაქეების გზავნილები, მათ შორის სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ჩვენს ვებგვერდებს პლატფორმები ბიჯი და ნეტგაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.